საღამომშვიდობის განვაგრძობთ მოამბის საგანგებო ეთერს. Საქნახშირში მიმდინარე პროცესი იქნება ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის თემა და ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან ხვიჩა გაბუნია, მეშახტე, გათავისუფლებული მეშახტე და ნიკა წიქარიძე, მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირების თავმჯდომარე. ბატონებო, მოგესალმებით. მადლობა, რომ ხართ ჩვენთან სტუდიაში სტუმრად. ბატონო ხვიჩა, პირველ რიგში დავიწყებ თქვენგან. გავრცელდა უკვე განცხადება კომპანია საქნახშირის, ისინი უარყოფენ თანამშრომლების გათავისუფლებას და ამ განცხადების მიხედვით, როდესაც მეშახტეების ნაწილი მათზე განხორციელებულ პოლიტიკურ რეპრესიებს საუბრობს, ეს არის არასწორი ინფორმაცია. მათივე განმარტებით 350 ადამიანი აგრძელებს მუშაობას, 38-მა მეშახტემ უარი განაცხადა, ხელი მოეწერა იმ პირობებზე, რა პირობებიც იქნა შეთავაზებული საქნახშირის მიერ. რომ გითხრათ თქვენი პოზიცია. პირველ რიგში მინდა მოგესალმოთ და მადლობა გადაგიხადოთ აქ მოწვევისთვის და იმედია რომ სხვა ტელევიზიები საინტერესდებიან შრომელი ხალხის პრობლემებით, ისეთი ხალხის პრობლემებით, როგორიც ვარ ჩვენ მეშახტეები, როგორიც არის აი აგარის მუშები, ჩემი დიდი სოლიდარობა აი ამ ხალხის მუშებს, როგორიც არის ჭიათურის მაღაროელები, როგორიც არის ასევე კიდევ სესტაფონის ფეროელები და ასე შემდეგ. რაც შეეხება ტყიბულის თემას. ტყიბულის თემა აქ არის ცოტა სხვაგვარად. აქ შუა ბოლშევიზმში გაიხვიცა საქართველოს, იმიტომ რომ ძალიან დიდი რეპრესიები მიმდინარეობს მეშახტეებზე. ზოგს განთავისუფლებენ სამსახურიდან, ვინც კი იქ არის დარჩენილი, ზოგზე მიდის ძალიან დიდი ზეწოლა. იმის გამო რომ მათ აქვთ დამზეწოლას ბიჭები ვერ უძლებენ, იმის გამო რომ მათ აქვთ ძალიან დიდი ფინანსური ვალდებულებები ბანკებთან, მათ უკან დგას ოჯახები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც შეეხება საქნახშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, 38 ადამიანი არის ამ ეტაპზე შემცირებული და იგეგმება კიდევ რამოდენიმე ათობით მეშახტის შემცირება. ეს არის ხელშეკრულებების საფუძველზე ვიშვებენ სახში, ზოგი არის 4 თვიანი, აი როგორ არის იცი, თვითონ მიხაელ სოცკი, ვინც არის აი ამ კომპანიის გენერალური დირექტორი, ის მეუბნებოდა მე პირად საუბარში, რომ 4 თვით ხვიჩა გაგიშვებ სახში, შენ როგორც ძლიერ სპეციალისტს გადაგამზადებ ჩეხურ კომპანიაში და მე ახალი შახტის გახსნის შემთხვევაში თქვენ აღდგებით სამსახურში. ეს ჩემთვის არის ეს ბლეფი, რასაც ეს ადამიანი ამბობს, იმიტომ რომ კომპანიაში თვითონ საქნახშირში არის უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც შეეხება როგორც სასადილოს თემას, ასევე მეშახტეთა სპეცდასაცმელის თემას, თვითონ ნახშირმოპოვებელ უბნებში ადგილზე. მე თვითონ ნომერ მე-6 ნახშირმოპოვებელში მუშაობდი, აგერ 15 წელიწადი არის. ძალიან კატასტროფული მდგომარეობაა შიგნით. ელემენტარული, არც ერთი ხელსაწყო, ყველაფერი გამოსულია მწყობრიდან. გადაადგილების საშუალება, ეგრეთ წოდებული ჭაური, ეგრეთ წოდებული ლიფტი, რომელსაც ხდება ჰორიზონტზე გადაადგილება, მთლიანად გამოსული არის მწყობრიდან. ამის შემდეგ კიდევ ბატონო ხვიჩა, ბოდიში რომ გაწყვეტინებს, სწორედ ამას ამბობენ, რომ საქნახშირი ევროპული სტანდარტების სრული დაცვით იწყებს მუშაობას და აი ამ რეორგანიზაციაც ამით ახსნეს საქნახშირის წარმომადგენლებს. რეორგანიზაცია ეს არის მოგონილი იმისათვის, რომ მოხდეს ისეთი ადამიანების შემცირება, რომელსაც თავისუფალი აზროვნება გაგვაჩნია და რომლებიც არა ვართ მონურ მორჩილებაში აი ამ ადამიანთან, მიხაელ სოცკისთან. ეს არის ტერორი, არავით არის რეორგანიზაცია, არ არის შახტში პირდაპირ დაიწყეს თავისუფალი ადამიანების შემცირება, რომლებიც აზროვნებენ თავისუფლად და მიყვებიან ყველანაირ 350 ადამიანს ნუ მივაყენებთ ამ შემთხვევაში 350 ადამიანი როგორ 350 ადამიანი არ არსებობს შე. ეს არის 38 კაცია ჯერ განთავისუფლებული. არა, 350 თანამშრომელს გულისხმობ განცხადების მიხედვით, ვინც დარჩა სამსახურში. არა, განცხადების მიხედვით სამსახურში არავინ არ არის დარჩენილი. ამ განცხადების მიხედვით 4 თვით არის ეს ხალხი შემცირებული. და ამბობს შემდგომ კომპანიის ხელმძღვანელი, რომ თუ კი მე ვაკანსიას გამოვაცხადებ და თუ კი იმის კეთილნებაზე იქნება დამოკიდებული, მაშინ აღადგეს ამათ სამსახურში, თორემ ისე კი არ მიიღებს. 38 თანამშრომელზე საუბრობთ ამ შემთხვევაში. 38 თანამშრომელზე საუბრობ ამ თემას. მოდით და 38-დან 20 აქვს ხელი მოწერილი და ამ 18 არ აქვს ხელი მოწერილი. 20 აქვს ხელი მოწერილი. ბატონო ხვიჩა, ვიდრე გავაგრძელებთ საუბარს და აუცილებლად გავაგრძელებთ ცხადია, ჩვენ გვინდოდა რომ საქნახშირის წარმომადგენელიც ყოლოდა გადაცემაში სტუმრად და მოგვესმინა მათი პოზიცია, თუმცა ეს ვერ მოხერხდა, არ სურდათ მონაწილეობის მიღება, ამიტომ
უფრო ცხადი რო გახდეს ჩვენი მაყურებლისთვის, წავიკითხავ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებას და შემდეგ განვაგრძოთ საუბარი. ახალი შახტის პროექტი თითოეულ თანამშრომელ საშუალებას აძლევს გაიღრმაოს ცოდნა, გაიუმჯობესოს გამოცდილება, ანაირჩიოს სრულიად ახალი პროფესია. მოპოვების და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ახალი ევროპული სტანდარტებით და ტექნოლოგიები დაინერგება. ამიტომ სპეციალისტების ცოდნის შემოწმება და გადამზადება მნიშვნელოვანია. სწორედ ევროსტანდარტების გათვალისწინება და შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის მომზადება არის მთავარი პირობა, რომლის შესრულებაზეც დამოკიდებულია ახალი პროექტების განხორციელება. ამასთან დაკავშირებით საქნახშირში რეორგანიზაციისა და კადრების ოპტიმიზაციის პროცესი 3 თვის წინ დაიწყო და 1 იანვარს დასრულდება. 350-მა დასაქმებულმა უკვე მიიღო ახალი კონტრაქტი და გადადიან ახალ სახელფასო სისტემაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათ შემოსავალს. ამავე განცხადების მიხედვით, რეორგანიზაციის შედეგად 38 სამუშაო ადგილი შემცირდა, თუმცა თითოეულ მათგანს კომპანიამ 3-4 თვიანი გადამზადება შესთავაზა, რომელსაც საქნახშირი დააფინანსებს. პარალელურად მიიღებენ სრულ ხელფასს, ისარგებლებენ დაზღვევით, კვების მომსახურებით, გადამზადების შემდეგ ჩააბარებენ გამოცდას და შესთავაზებენ ახალ კონტრაქტს. ყველა ვინც გაივლის გადამზადებას დასაქმებული იქნება საქნახშირში. 24 დეკემბრის 15 საათის მდგომარეობით 38 შემცირებული ადგილიდან 20 ადამიანმა ხელი მოაწერა გადამზადების კონტრაქტს, დანარჩენ 18 ადამიანს საშუალება ეძლევა ჩაერთოს გადამზადების პროგრამაში. 1 იანვრამდე ასეთი არის საქნახშირის მესვეურების მიერ გავრცელებული განცხადები. რაც შეეხება ამ განცხადების საფუძველზე გესაუბრებით, ამ განცხადების საფუძველზე გითხარით, რომ 350 ადამიანი დარჩა როგორც ჩანს სამსახურში და იმ 38-დანაც 20 როგორც ჩანს დაბრუნდა და დათანხმდა პირობებს. აი, გეუბნებით, აი გულწრფელად ვამბობ და თელმა საზოგადოებამ 350 ადამიანი ეს ციფრი უშუალოდ ჩემთვის აი ცნობილი არ არის. არ ვიცი ეს 350 საიდან მოიტანეს, ან მის 350-მა მოაწერა ხელი. ეს ჩემთვის არ არის ცნობილი. კი ბატონო, გასაგებია რომ არ არის თქვენთვის სრულ ინფორმაცია გავრცელებული კომპანიის მხრიდან, რომ თითქოს და 350 ადამიანმა რაღაცაზე მოაწერა ხელი. ანუ თქვენ ამბობთ, რომ 350 ადამიანი იქ არ მუშაობს. არა, როგორ არა, 350-ია დაახლოებით 1500 კაცამდეა. ვინ არის კონკრეტულად ის არის? დაფინანსებული. 1500 კაცი არის დასაქმებული. საქნახშირში უშუალოდ, მაგრამ ეს 350 ადამიანი საიდან მოიტანეს ეს ციფრი, ეს ჩემთვის უცნობი არის. ეს მათ უნდა ვკითხოთ, ცხადია? იმიტომ რომ ძალიან კარგი იქნებოდა, აი იმიტომ ხალხმა ძალიან კარგად გაიგოს და ტყიბულმა ძალიან კარგად გაიგოს. დღეს რომ ყოფილიყო აქ საქნახშირის წარმომადგენელი, ყველაფერი იქნებოდა ნათელი. ყველაფერს ამ თემას ბატონო ხუჩა, ამ თემას არაერთი რეპორტაჟი გაკეთებული და აუცილებლად დავუკავშირდებით კიდევ ერთხელ. რაც შეეხება ახალ შახტებს, მაგ კინო ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს. როდესაც გარდაცვლილი პრეზიდენტი საწყალი ედვარდ შევარდნაძე ჩამოვიდა ტყიბულში, ლენტი გაჭრა და იქ თბოელექტროსადგურის აშენებას აპირებდა. ეს არის იგივე რუსული პროექტი, იგივე და აი ამ ხალხის ვითომ ახალი შახტები, რომელი ახალ შახტებზეა ხალხო საუბარი. ჩამოგზავნეთ ტყიბულში, დაათვალიერეთ, გარეგანად დაათვალიერეთ თვითონ წარმოება. შემდეგ შიგნით შევიდეთ, ვნახოთ, შევხედოთ მუშებს, როგორი აღჭურვილობა აქვს, როგორი სპეცდასაცმელი აცვია, როგორი დახეული რეზინის შექმნები და რა პირობებში არიან, ეს იყო თქვენი უკმაყოფილების ერთ-ერთი თემა. შევიდეთ უბრალოდ სასადილოში. თუ გქონდათ წარმომადგენლებთან, თქვა საუბრის მცდელობა, ან გარკვეულ პირობებზე შეჯერება, ან თუნდაც იმის მცდელობა, რომ გარკვეულ დათმობაზე თქვენც წასულიყავით, მათი მხრიდანაც ყოფილიყო კომპრომისი. საუბარი, ჩემ როგორ არ მქონდა საუბარი, მაგათარ გულწრფელი საუბარი მქონდა ყველაფერზე, მაგრამ მე მათთვის ვიყავი უღებილი კადრი, იმიტომ რომ ყოველთვის ვიბრძოდი უსამართლობის წინააღმდეგ 2010-ში მოვედი კომპანიაში. 2012 წლიდან უშუალოდ ამ უსამართლობებზე ვიყავი ჩართული როგორც წინა ხელისუფლების დროს, ასევე ამ დღევანდელი ხელისუფლების პირობებშიც. მაგრამ რა არის, იცი, ერთ და იგივე ხალხი ტრიალებს სულ სისტემაში, სულ ერთ და იგივე ხალხი და სულ ერთ და იგივე ხალხთან მიწევს ბრძოლა. ძალიან დიდი ბევრი ის ქონდა საუბარი პირობების გაუმჯობესებაზე, ძალიან იგი, მაგრამ ჩემს აი ნათქვამს ისინი ყურად არ ღებულობდნენ გეგმები როგორია თქვენი გეგმა თუ არა სამართლებრივი ჩემი გეგმები არის ისეთი რომ სამართლებრივად ვიბრძოლებ როგორც ინდივიდუალურად ასევე კოლექტიურად ვიბრძოლებთ ბიჭები არ დავთვალთ არაფერს თუ კი რამე სამართალს მივახციეთ ამ ქვეყანაში და შევხედოთ რაც გვიჩვენებს მომავალი თუ კი სამართალი არის აი მშრომელი კაც რომ შიერს დატოვებ აი ამ გაჭირებულ პერიოდში შიერს დატოვებ 4 სული დღას ჩემს უკან ოჯახში ერთადერთი ადამიანი ვიყავი, რომელსაც შემქონდა ლუკმაპური.
ასევე არიან ადამიანები, აი გიორგი აბულაძე, სადაც სამი სული გაათავისუფლეს წარმოებიდან. ფაქტიურად 2025 წელი მოგვილოცეს იმისაც, რომ ოჯახები გაგვწირეს შიმშილისთვის. მე მინდა მიმართო იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ იყო ამაში ჩართული, ეგ ქართველი კაცი, ვითომ კაცი და არა კაცი სინამდვილეში. შედალოცვილო, ჩემი შვილების ლუკმა, ჩემი შვილების პირიდან ამოღებული ლუკმა, შენ შვილებს როგორ უნდა მიუტანო, შენ შვილებს როგორ უნდა აჭამო ადამიანო და როგორ უნდა უთხრა მამი ჭამეო. ეს ნაცოდვილი არის ლუკმა ხალხო. და მშრომელ ხალხს ვაფხელა ზეწოლას მოახდეთ მშრომელ ხალხს. გააჩაგრავთ და გაასწორებთ რა სამართალზეა ხალხო საუბარი, რა იმაზეა საუბარი რა. კაი, მე ვიყავი თქვათ უვარგისი სამთო ოსტატი. 7 წელიწადია სამთო ოსტატი ვარ მე. მალამდე ვიყავი მუშის პოზიციაზე. ჩემ ხელში თელმა ტყიბულმა იცის, თელმა მეშახტემა იცის, ფრჩხილია ჩემი ზედამხედველობის ქვეშ, ყო მუშას ის არ უტკენია წარმოებაში. თუ ეს ასეთი უვარგისი ვიყავი მე, საზოგადოებამ განსაჯოს, რატო გამაჩერე მაშინ ამ პოზიციაზე ამდენი ხანი? რა, ეხლა დაგჭირდა და ეხლა მომიცილე თავიდან. ეს ყველაფერი დაკავშირებული არის იმასთან, რომ მქონდა თავისუფალი აზრი, არ ვიყავი მათთან მონურმორჩილებაში და მომიცილეს თავიდან. ბატონო ხვიჩა, რა ტიპის უნდობლობა იყო ფაქტია იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ უარი თქვით მათ შემოთავაზებაზე, იმ 60 დასვენება იქნებოდა თუ გადამზადება იქნებოდა შემოგთავაზეს, ხომ? იყო ესეთი. იყო შემოთავაზება გენერალურ დირექტორმა უშუალოდ რომ ანაზღაურება მოხდებოდა. რატომ რა იყო მიზეზი, რის გამოც თქვენ უარი თქვით იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტია, რომ უმრავლესობა დათანხმდა და 18 ადამიანმა თქვა უარი. უმრავლესობა არ არის იქ დათანხმებული, არავით არის 20 კაცი სულ ცოტა ხო დათანხმდა. კაცი დათანხმდა იმის გამო, რომ ისინი არიან 65 წელს გადაცილებული ადამიანები და 70 წელს. ანუ ეს იყო წელს ფაქტობრივად გაშვებული ადამიანები. ეს იყო ფაქტობრივად, ისინი უკვე იცოდნენ, არის ერთადერთი ადამიანი, არ მინდა სახელი და გვარი დავასახელო, ტყიბულმა იცის და მეშახტემა იცის, სატრანსპორტო უბანში იყო 10-ის თავად ეს კაცი. დასახიჩრებული წარმოებაში, აი ადამიანი იყო ბიულეტენზე. ადამიანი იყო ბიულეტენზე. თუ და გაინტერესებთ ამ ადამიანს, მე მოგაძებნებ თქვენ. ადამიანი იყო ბიულეტენზე, უხუცესი ადამიანი, რომელსაც 40 წლიანი გამოცდილება აქვს ჩახტში. დაიბარეს. მოაწერიეს ხელი, უთხრეს, რომ შენ უნდა წახვიდე სამსახურიდან. თუ გინდა ეს 4 თვიანი მიიღე თუ არა და თუ არ დათანხმდები 2 თვიან კომპენსაცია ეკუთვნის კანონი და დამთავრდება ყველაფერი მაგით. ასეთი ზეწოლაა ხალხო. რასი ახალ შახტაზეა საუბარი, მეგობრებო, როდესაც წარმოებას დაათვალიერებთ, გარეგნულად ეთყობა, რომ იქ პროცესი მიდის უარესობისკენ. გარეგნულად ეთყობა წარმოებას და შეკ თუ ჩახმართ კიდე და ჩაიხედავთ, აი მიწისქვეშ რაც ხდება, დარწმუნდებით, რომ ახალი შახტა კი არა, აი ამასაც ვერ ინარჩუნებენ, რაც არის დღეს წარმოებას, რაც აქვს. ამასაც ვერ ინარჩუნებენ. თვითონ მეშახტებს რომ დააყენო და შეხედო როგორი სპეცდასაცმელი აცვია ბიჭებს. ვალიკის ფასით რეზინი შექმნა არ მოუტანიათ, რამდენიმე თვე არის. დაახლოებით 30-35 დარს ვიხდით ჩვენ მეშახტების შიგ. ამ რეზინი შექმნა ჩვენი სახსრებით ვიდურობთ ყველაფერს. აი ბიჭებს რომ შეხედო რა აცვია ტალზე, დარწმუნდებით რომ აი რა სიტუაცია იქნება და რასი ახალი შახტაზეა საუბარი და რასი გადაიარაღებაზეა საუბარი და რასი ჩეხურ კომპანიაზეა საუბარი. ეს ყველაფერი ბლეფი და ფარსი არის და ეს ყველაფერი არის ყალბი და სულ ინფორმაცია ძალიან კარგად მიყურებს ახლა ტყიბულელები და ძალიან კარგად იციან მათმა ეს ყველაფერი. ყველაფერი კარგად იცის. ამიტომ არის აი ჩემი თხოვნა რომ თქვენ ჟურნალისტები ყველა ტელევიზიაში არა აქვს მნიშვნელობა პირველი არხი იქნება, იმედი იქნება, ფორმულა იქნება თუ რაც იქნება, ტევე პირველი თუ რაც იქნება, მთავარი არხი ჩამოდით. უშუალოდ აი შედით ჩვენს სამსახურში და დაათვალიერეთ ჩვენი საშხაპეები არ გაინტერესებთ როგორი არის? ჩვენ დათვალიერებული ვართ. ჩვენი საშხაპეები იცით? გაქვთ მაგის იგენი? მასალას გულს. აი სატელევიზიო მასალა თუ ჩვენ პრობლემებზე არაერთი რეპორტაჟი საკეთებული. კონკრეტულად საშხაპე არ ვიცი კონკრეტულად საშხაპესთან მიმართებით. ჩვენი საშხაპეები, ჩვენი სასადილო მოამბე რეგიონები მუდმივად აშუქებს ამ ჩვენი სასადილო იცით როგორი არის? ჩვენ საჭმელს იცით? ეს რომ იცოდეთ და აი სადმუშაობთ კიდე ისიც რომ იცოდეთ. რაზეა რა საუბარი? გასაგებია. ეს არის ყველაფერი ბლეფი. ეს არის ყველაფერი მოგონილი. ეს არის ყველაფერი ყალბი. აგერ მისვენეს ტყიბულის მოსახლეობა და ძალიან კარგად იციან მეშახტეებმა ის. გასაგებია, ბატონო ნიკა, ვიცი რომ იცნობთ მათ პრობლემებს, თუ გქონდათ საუბარი და კონკრეტულად თქვა რა შეიძლება რომ გაკეთდეს მათი მდგომარეობის გამოსასწორებლად ამ მიმართულებით. მოგესალმებით, მივესალმებ მაყურებელს, ხო?
აი გადაიარაღებზე ლაპარაკი 2016 წელსაც იყო. 2016 წელს გაფიცვა მე მახსოვს ტყიბულში და მე და ჩემი თანამებრძოლები მხარს უჭერდით მაშინ ამ გაფიცვას და მაშინაც ამაზე იყო ლაპარაკი და იმის მერე როგორც ხედავთ გავიდა 10 წელი დაახლოებით და ისევ ამაზეა ლაპარაკი. ან და ისიც რომ ტყიბულში სხვა არაფერი ასე ვთქვათ წარმოება არ არის გარდა ამისა. ანუ ის რომ ეს ადამიანები მთლიანად დამოკიდებული იყვნენ, ეს აწყობს კომპანიას, იყვნენ აი ამ კომპანიაზე თავად და სხვა არაფერი არ ხდებოდეს. ეს ესტონური მოდელი შემოიღეს თავის დროზე ხელისუფლება შემოიღო იმისთვის რომ თითქოს რეინვესტირება უნდა მოხდარიყო იმ ასე ვთქვათ ამოღებული მოგების ნაწილის მაინც ადგილზე, მაგრამ არც ერთ ამ ინდუსტრიულ ქალაქებში ამ რაღაცა ერთ წარმოებაზე დამოკიდებულ ქალაქებში ეგ არ მომხდარა და არ ხდება რეალურად. ხო, ანუ მაგრამ თავარი კიდე ის არის, რომ ეხლა რაც ბატონმა ხუჩამ ისაუბრა, ყველაფერი იგივე ხდება ზუსტად ყველა სფეროში, აბსოლუტურად ყველა სფეროში. აქ მარტო მეშახტეებზე არ არის, ან მაღაროელებზე, ან კიდე სხვადასხვა საწარმოებში დასაქმებულებზე. იგივე ხდება ზუსტად ყველგან. შრომელი კლასი საქართველოში არის მიტოვებული. მიუხედავად იმისა, რომ შრომელ კლასს აქვს უდიდესი დამსახურება ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში, ანუ რეალურად პირველი რესპუბლიკაც და შემდეგ აღდგენაც ამ ხალხის კისერზეა გადასული, მაგრამ სამწუხაროდ ამ ხალხის პრობლემებზე არავინ არ ლაპარაკობს. მიტოვებულია ეს ხალხი და ეს იმაშიც გამოიხატება, რომ არჩევნებზე მაგალითად რაღაც ნაწილი საზოგადოება ახლოს 30%-ზე მეტი საერთოდ არ დადის ამომრჩევლების, ხო? და ეს ფაქტიურად გვაჩვენებს, რომ ეს არის აი ეს კრიზისი რაც დღეს დგას რეალურად აი ეს არის ერთ-ერთი უხილავი მიზეზია, იმიტომ რომ დღეს რაც პრობლემები გვაქვს, ესე იგი მიტოვებულია, იმას კი არ გულისხმობ მე რომ მხოლოდ ასე ვთქვათ, ბედის ანაბარად არის. პირიქით, ხელის შემშლელი ფაქტორები ბევრი არის. მე ხა პროფკავშირს წარმოვადგენ და მოვედი იმ ადამიანების სახელით სალაპარაკოთ, ვინც ვთქვათ, მეცნიერები, პედაგოგები, მუზეუმის თანამშრომლები ასე შემდეგ და კიდე სხვა ჩემი კოლეგა პროფკავშირელების სახელით სალაპარაკოთ იმაზე, თუ რა პრობლემები გვაქვს ჩვენ და ამ პრობლემებზე სახელმწიფო რანაირად პირიქით ამ ხელსაც გვიშლის. ანუ ეს ხელისუფლება დღეს იმიტომ მივიდა აქამდე, რომ რეალურად აი ყველანაირი მექანიზმი შექმნა იმისთვის, რომ ჩვენ მშრომელებმა ვერ დავიცვათ ჩვენი თავი. ჩვენ არ აქვს საყოველთაო გაფიცვის უფლება, სოლიდარული გაფიცვაზე მაქვს საუბარი. ჩვენ ვერ მონაწილეობთ, თქვათ, სამხრივ კომისიაში სოციალური პარტნიორობის. ჩვენ გვდევნიან, ჩვენ საქმიანობას დევნიან ყოველდღიურად მშრომელი ადამიანი აწყდება სამსახურში დისკრიმინაციას, ზეწოლას. აი ხა მე მახსენდება თქვენ გქონდათ, თქვათ, მაგალითად ქალბატონ თეატროლოგიანთან ინტერვიუ რამდენიმე წლის წინ და მაშინაც ის რაღაცა ის იგივე მოგონილ საკითხებზე საუბრობდა, როგორც აი ამ ადამიანებს მოეპყნენ ჩვენ კოლეგებზე და 40 სასამართლო პროცესი წააგო ადამიანმა, რომელმაც დაანონსა, რომ მე ამათ ყველას გავყრი და დასწრებულ დასაქმებლებზე აქვს საუბარი, რომელსაც 400, 500, 600 ლარი აქვს ხელფასი. და ეს განახორციელა, მაგრამ პასუხს არავინ არ აგებს. არც ეხა ბატონი ხვიჩამ მოიგებს სასამართლოს დარწმუნებული, მაგრამ პასუხს არავინ არ აგებს. ისევე ჩვენ შემთხვევაში 40 ადამიანმა სასამართლო მოიგო, მაგრამ არაფერი არ შეცვლილა. ხო, ანუ ეს უსამართლობა საბოლოო ჯამში მოდის იქიდან, რომ ჩვენ დასაქმებულებს ბოდიში რომ გაწყვეტინებთ ფედონიკა არ ხდება თქვა ანაზღაურების ანუ რაც გადასახადი აქვს თქვა ამ შემთხვევაში ხა აი წარმოიდგინეთ თქვენ რომ 15 თანამშრომელზე მეტი ჩვენი პროფკავშირის წევრი ოპერიტის თანამშრომლები გაფიცვის საბაბით გაათავისუფლეს სამსახურიდან. ეგ არის როგორი გაუგონარი კანონით არღვევა. მაგრამ სასამართლომ გადაწყვიტა რომ კი ბატონო მართლები ხართ, მაგრამ აი რაც გინახავ ეხანახაში რო არის კი ხართ მართლები, მაგრამ არა ხართ მართლები. აი ესეთი რაღაც დაადგინა რომ არ გადაგიხდით კომპენსაციას და ასე შემდეგ. ამას ჩვენ ახლა გავასაჭიროთ ჩვენი იურისტებთან ერთად, მაგრამ ბატონიკა თქვენ საუბრობთ საკანონმდებლო დონეზე არსებულ ხარვეზებზე. მესმის გასაგებია რომ ეს არა საკანონმდებლო, ნახეთ, საკანონმდებლოზე არ ვლაპარაკობ. მე ვლაპარაკობ დასაქმების ადგილზე, ზეწოლაზე, ადამიანის დაშინებაზე, მუქარაზე, ფსიქოლოგიურ დამუშავებაზე. აი ამ ყველა ეხლა რაც ბატონმა ხუჩამ თქვა, ეგ ხდება ყველგან.
ეს არ არის რაღაცა ახალი, ხო? აი ეს გამოიხატება იმაშიც, რომ რეალურად სოციალურად სახელმწიფო გვიწერია, რომ ვართ კონსტიტუციით. პირიქით არის ყველაფერი. ჩვენი, ესე იგი, ეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებსაც აი სხვადასხვა ბიზნესმენები და ხელისუფლების წარმომადგენლები ესე აფრიალებენ, ძალიან სამხრივია, იმიტომ რომ მეორე მხარეს არის სოციალური უთანასწორობის ინდექსები, ასე შემდეგ სხვადასხვა მაჩვენებლები, რომლებსაც ესე ჩქმალავენ, აი რამდენიმე კარგი სტატიაც გამოქვეყნა, მე მინდა ასევე ვთქვა, რომ აი ძალიან დიდი მადლობა უთხრა კავკასიურ სახლს, რომ აი შრომის ისტორია საქართველოში გამოცეს ესეთი წიგნი, რომელშიც ნამდვილად ნახავთ თქვენ, რომ ეს ხალხი, ვისაც დღეს მაგალითად, რა ვიცი, რას არ ეძახიან, ხო? მათ შორის ნაწილი აქციებზე დგას დღეს, ცემენ, ურტყავენ, ასახიჭრებენ, იჭერენ იმის გამო, რომ ეს ადამიანები თვლიან, რომ ისინი უკეთეს ცხოვრებას იმსახურებენ. და ჩვენ ვხედავთ, რომ აი გამოსახლებები რა ვიღოთ, ხო? 1300 ადამიანი გამოასახლეს, 3300 ადამიანი გამოასახლეს 2016-2022 წლებში და კიდე 1300 ელოდება გამოსახლებას, ხო? ვალაუვალი სისტემა შექმნეს, რომ ადამიანი ვალის გარეშე ვერ არსებობს, ხო? და უამრავი ეს პრობლემები ვაწყდებით და როგორც პროფკავშირებს, კიდე ასევე ხელს გვიშლიან ყველაფერს. აი დღეს მაგალითად ჩამოყალიბდა საჯარო მოხელეების პროფკავშირი. ეს პროფკავშირი ჩამოყალიბდა თუ არა, მისი თავმჯდომარე მეორე დღესო გაუშვეს სამსახურიდან. ეს მე საუბარი მაქვს ბატონ გიგა სოფრომაძეზე, რომელიც დღეს გაუშვეს სამსახურიდან. ანუ მეც თავმჯდომარე ვიყავი, მეც გამიშვეს ასევე, მოკლედ. მე იმის თქმა მინდა, რომ სოციალური გარანტიები ამ ქვეყანაში ჩვენ არ აგვაქვს და ამაზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, რომელიც 12 წელია ვერ მოახერხა ის, რომ ადეკვატური შრომითი გარემო შექმნილი იყო. ჩვენ და ამიტომ მე ყველას მოუწოდებ ხა ასე ვთქვათ, ჩვენ ადამიანებს ვინც ამას იზიარებენ, ხო? შევხედოთ სიმართლის თვალებში ადამიანობისგან დაცლილი სისტემა შეიქმნა, ხო? აი ის რაც ქუჩებში მოხდა, აი მე აი ბატონი ხუჩას რო უსმენდი, გული ამიჩუყდა მართალი გითხრათ, იმიტომ რომ ადამიანი და პოლიტიკოსი განსაკუთრებით არის უმაღლესი პასუხისმგებლობის ადამიანი, რომელმაც უნდა დაინახოს სხვა ადამიანების გულში რა ხდება. აი ჩაიხედო სხვა რო აგდება ადამიანი რო უშვებენ ან რომ ათავისუფლებენ სამსახურებენ წარმოიდგინონ მათ გულებში რა ხდება მათ ოჯახებში რა ხდება ხო ანუ ის რო თავისუფლება რა არის ჩემთვის რა მე არქეოლოგი ვარ და ამიტომ ჩემი კუთხიდანაც ხედავ ხოლმე ამას რა ანუ თუ შენ არ შეგიძლია სხვა საგნის ან არსების ავტონომიურობის აღიარება შენ მასში არ დაინახო ანუ უშუალოდ მის მდგომარეობაში არ ჩადგე ხო მაშინ შენ უბრალოდ კარგავ ადამიანურობის განცდას ეხლა ქვისიარაღი ადამიანმა ისე შექმნა რომ პირველ რიგში გაიაზრა მისი ტექნიკური მახასიათებლები, ანუ მისი თავისი ავტონომიურობა შეაფასა, ხო? იგივე მოხდა სოციალურ გარემოშიც და ჩვენ ჰუმანური დამოკიდებულება დავკარგეთ ერთმანეთთან და დღეს ზოგადად საზოგადოებაში კრავატ. ზოგადად არა, მე ვამბობ, რომ აი ეს ხელისუფლება უკაცრავად რომ ეს ხელისუფლება პირდაპირ აღვივებს შუღლს ბოღმას ადამიანებში და ადამიანებს რომლებიც ეხა მაგალითად შეიძლება მეც როგორც მაწუხებს ისე აწუხებდეს მეორეს მაგრამ აი ამ რაღაც შეთქმულების თეორიებით ცდილობს რომ აურიოს გზა და კვალი და რაღაც მოგონილ საკითხებზე გადაიყვანოს მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს რომელიც მოსაგვარებელია და ეს პრობლემები ნახეთ როგორ რაღაცა ეს პრობლემები მაშინ მოგვარდება როცა იქნება ძლიერი პროფკავშირები როგორ უნდა შეიქმნას ძლიერი უნდა მოვიპოვოთ ჩვენ ეს უფლებები ამ უფლებებს ეს ხალხი ხა ავტორიტარიზმისგან ისეთი სისწრაფით მიდიან რომ ეს ხალხი ჩვენ არ მოგჩვენთ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მოვიპოვოთ ეს უფლება და უნდა დავდგეთ იმ გზაზე რომელ გზაზე 1000 საუკუნის დასაწყისში ჩვენი პირველი რესპუბლიკა დადგა, სადაც ძლიერი პროფკავშირებზე იყო საუბარი, სადაც აი ნახეთ, სადაც რაზე არის საუბარი, ნახეთ, სადაც ჩვენ შეუერთდებით, როცა არის ევროპაზე საუბარი, ევროპა მრავალფეროვანია, მაგრამ ევროპაში სოციალურმა მოძრაობებმა მოიპოვეს ის უფლებები, რაზეც დგას დღეს ევროპული, ასე ვთქვათ, ოჯახი, არ არის საუბარი აქ მარტო გაერთიანება, აქ არის როგორც, ასე ვთქვათ, არჩევანზე, რომელიც გულისხმობს იმას რომ ადამიანები სოციალურად უნდა იყვნენ დაცულები. ჩვენ აი ეს გვინდა და სანამ ნახეთ არსებობს სულ იქნებიან პოლიტიკოსები. ზოგს მოუნდება იქ იწასოს, მაგრამ ამას არ უნდა შეეწიოს ადამიანთა ფუნდამენტური საბაზისო უფლებები და ეხლა რა გამოდის რომ ჩვენ უარს ვამბობთ იმ ოჯახზე რომელმაც იბრძოლა და ჩვენ მათ შორის ვიბრძოლეთ ქალთა უფლებებისთვის, შრომითი უფლებებისთვის, აი ყველა უფლებისთვის, ამ იდეალებისთვის რომელიც ამ წიგნში ძალიან კარგად არის ასახული ქართველი მშრომელები როგორ იბრძოდნენ იმისთვის რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩენილი იყო და მისულიყო ნამდვილ ევროპულ ოჯახამდე რა აი იქ ნახეთ ჩვენ მივადგებით იმას რომ
ჩვენ ხვალდაზე დაგვიძახებენ აგენტებს იმათ ამათ არ ვიცი ბატონო ნიკა აი ნახეთ დავამთავრეთ თუ შეიძლება აი ჩვენი ყველაზე დიდი შეურაცხყოფა ჩვენი იცით რა იყო როდესაც აი ამ ხელისუფლებამ გადაწყვიტა რომ ყველა ადამიანისთვის მათ შორის პროფკავშირებისთვის ისინი ვინც იბრძვიან ამ უფლებებისთვის აგენტები და მოღალატეები ეძახა იცით რატო დაჭირდათ ეგ იმიტომ რომ თავად არიან ისინი რასაც ჩვენ გვიწოდებენ თავად არიან რატო დაჭირდათ კოლექტიური ნაცმოძრაობის ტერმინის შემოტანა იმიტომ რომ თავად იციან კარგად ვინ ყავთ გარშემო აი ბატონმა თქვა იგივე ხალხი ისინი რომლებიც ადრე იმ პარტიას წირავდნენ ხელისუფლებაში ვინც იყო ამ მნიშვნელობა ვინც იქნება იმას შეწირავენ ანუ ეს უპრინციპო ადამიანები ჩვენ შრომით უფლებებზე როდესაც საუბრობთ და შრომის ახალი კოდექსი რომელიც შეიმუშავა პარლამენტმა და ამბობენ რომ ეს არის დაახლოებული ევროპულ სტანდარტთან და ამის შესაბამისად არსებობს ყოველ შემთხვევაში და მოქმედებს ანუ ამ მიმართულებით აღსრულების ნაწილში გაქვთ პრეტენზიები აღსრულების პრობლემას ხედავთ ასევე მაინტერესებს აქვე გკითხავთ რომ შემდეგ აღარ გაგაწყვეტინოთ საუბარი თუ მესმის რომ იურისტი არ ბრძანდებით და შესაძლებელია ვთქვათ არ გქონდეთ შეხება მაგრამ ინიციატივები თუ არსებობს თქვენი მხრიდან ან თუ არსებობს რაიმე ჯგუფი რომელსაც შესაძლებელია გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები და ერთგვარი პაკეტი საკანონმდებლო შესთავაზოთ ან ხელისუფლების წარმომადგენლებთან შესაბამის უწყებებთან თუ გქონდეთ კოორდინაცია შეხვედრები წინადადებები თუ შესთავაზეთ ვინმეს ან რა პასუხი მიიღეთ ესეთ რა ანუ ღიმილის მომგვრელია შრომით უფლებებზე შრომით კოდექსებზე და ცვლილებებზე საუბარი როდესაც თქვენ ნახავთ პროგრამები რომლებიც პარტიებს აქვთ არც ერთი არ გამოირჩევა ამ შრომის საკითხებზე დიდათ არავინ არ ინტერესდება ნუ არის რაღაც გაყურები მაგრამ მე ასე ვამბობ ქართული ოცნების ესე იგი ამ მიმართულებით პროგრამა იყო სამარცხვინო არის გირჩზე უარესი ასე ვთქვათ იყო ჩემთვის იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ანუ ნახეთ იქ ლაპარაკია ხოლმე გირჩი ლაპარაკობს იმაზე რომ არ უნდა იყოს ასე ვთქვათ რაღაცა არ უნდა ერეოდეს სახელმწიფო თითქოს აი ამ შრომით ურთიერთობებში მაგრამ ნახეთ იმაზე უფრო რეალურად გაცდა საერთოდ ამ რაღაც პოლიტიკურ იდეოლოგიებს რაღაცა ანომალია მივიღეთ და ჩვენ ეხლა ვართ აქ მე ბევრ დიდი ხანი ამ პროცესებში ჩართული ვარ და ბევრმა ჩვენმა კოლეგამ შეიტანა ინიციატივებიც ყველაფერი, მაგრამ არც ერთმა ინიციატივამ არ მიიღო მხარდაჭერა. იმიტომ რომ ნახეთ, როდესაც შრომითი უფლებები უფრო მეტად იქნება დაცული, ჩვენ ქვეყანაში იქნება უფრო ძლიერი პროფკავშირული კულტურა. შეიძლება პროფკავშირების თემას ერთი წუთი დავამთავრე. დღეს ხო, პროფკავშირებსაც შეეხება. დღეს ასევე აი ამ თავისუფალ ასე ვთქვათ უამრავი პროფკავშირი შეიქმნა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. თავისუფალ დამოუკიდებელ პროფკავშირებებზე საუბარი. მაგრამ მეორეს მხრივ არის პროფკავშირი, რომელიც გაერთიანებული პროფკავშირი ქვია, ასე ვთქვათ, და დღეს იქ ადამიანები ცემეს თავისი წევრები, არ ვიცი, ეგეთი რაღაცა საერთოდ არ გამიგია და ყავს თავმჯდომარე დემოკრატიული ორგანიზაცია და 20 წელი ერთი თავმჯდომარე ყავს. და ამას ყვებავს სახელმწიფო. სახელმწიფო უწყობს ხელს იმას, რომ აი ესეთი ჩვენ ვეძახით ხოლმე ყვითელი პროფკავშირების შექმნას, თუ იქ გამგეობაში არიან ადამიანები, ვინც უკვე რეალურად ბატონიკა ოპოზიციურ პარტიებს თუ მიმართეთ საინტერესოა იგივე ვთქვათ ინიცირებასთან კანონპროექტის ინიცირებას იცით კანონ პროექტების ინიცირებასთან დახმარებოდნენ ისინი საკანონმდებლო ორგანოებს. ნახეთ ჩვენ ესენი მაგას ვლაპარაკობ, იყო ბევრი ინიციატივები, ეს ინიციატივები ყველა ჩავარდა. ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ ადამიანთან რომელსაც ლაპარაკი, ანუ დიალოგზეა ხომ საუბარი, ნახეთ და დიალოგი არის ესეთი მოწოდებაა ხომ. მოვდით და ჩვენ დაგიმტკიცებთ იმას, რომ თქვენ ცდებით. ეს დიალოგი არ არის. არ შეიძლება ედებატო ადამიანს ეხლა ხანდახან მახსენდება ხოლმე ბატონი ავლი ზურაბიშვილთან თავის პაციენტის ასე ვთქვათ ინტერვიუ, რომელიც ეუბნება რომ მე თამარ მეფეს ვიცნობდი, მე დავით აღმაშენებელს ვიცნობდი და ესეთი ადამიანები არიან ხელისუფლებაში, ვინც გეუბნება რომ მე დავით აღმაშენებელს ვიცნობდი და თამარ მეფეს ვიცნობდი და ასე ვთქვათ რომელსაც აელაპარაკები რომ შენ აი ბატონი ავლიპი ელაპარაკება რომ კი მაგრამ თქვენ ეხა ცხოვრობდა მაშინ არ იქნებოდით ასე ვთქვათ ვერ გაიცნობდითო, მაგრამ აზრი არა აქვს ხო ანუ ესევეა ჩვენი პრემიერ-მინისტრთან ლაპარაკს აზრი არა აქვს, იმიტომ რომ ისინი პირდაპირ გეუბნებიან შენ უკვე მცდარი ხარ, დიალოგი როგორ იწყება, იცით? მოდით დავჯდეთ, ორი მხარე არსებობს, შევაჯეროთ რაღაცაზე, რაღაცას მე დავთვალ, რაღაცა შენ დათმე, მაგრამ როდესაც არალეგიტიმური ხარ და უკვე შენ ლეგიტიმაციას შეხვდით პრემიერ-მინისტრს ჰქონდათ არა, მე არ შევხვდები პრემიერ-მინისტრს, არც არავინ მგონია, იმიტომაც არავინ არ ხვდება, რომ მათი დამოკიდებულება არის ასე ვთქვათ, მაგითი სატრიალება თავიდანვე და ეხა ვინ შეხვდება მაგას? რა თქმა უნდა, მეც ბოდიში რა მინდა რომ გავაგზო ეს პროკავშირების თემა
ეხლა მე რომ ვარ დაჩაგრული და დაჩაგრულად მიმაჩნია თავი, ჩემისთანა თანამშრომლები, ჩემისთანა ადამიანები არიან დაჩაგრულები. სად არის ეხლა ეს პროფკავშირი ჩვენთან წარმოებაში რო არის წარმოდგენილი? სად არის? სად არის ეგრეთ წოდებული პეტრიაშვილის პროფკავშირი? თუ გაქვს თქვენ ამაზე, აი ამ კითხვაზე პასუხი. სად ბრძანდება დღეს პეტრიაშვილი? პეტრიაშვილის წარმომადგენლები რას აკეთებენ ჩვენთან წარმოებაში? თქვენ მოიგეთ ბატონო ხვიჩა. შეზრდილი არიან კომპანიასთან თავი და ბოლომდე. შეზრდილი არიან სოцკისთან თავი და ბოლომდე. პირდაპირ თანამონაწილე იყვნენ ამ ხალხის შანტაჟში და სამსახურებიდან გაშვებაში. უშუალო თანამონაწილეობას ღებულობდნენ შიგნით. მეცაც გეტყვით, პროფკავშირის წევრი, ვინც იყვნენ, ოჯახიდან ორივე წევრი გამოუშვეს სახნახშირიდან. ერთი განცხადება არ გაუკეთებია ბატონ პეტრიაშვილს. ერთი განცხადება არ გაუკეთებია მათ წარმომადგენლებს ჩვენთან შახში. რომ ვეუბნებით, რომ დაგვიდეგი გვერდში გათიშვილი აქვს. გათიშვილი აქვს ტელეფონები. ხალხმა უნდა გაიგოს, აქ დღეს არ უნდა იყოს წარმოდგენილი ახლა პროფკავშირი. არ უნდა იყოს წარმოდგენილი, მაგრამ მინდა მიმართო მეშახტეებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავი და ბოლომდე შეზრდილი არიან წარმოებასთან, რომლებიც ერთად ჭამენ და ერთად სვამენ. პეტრიაშვილის პროფკავშირი არ არის სანდო პროფკავშირი. მეშახტეებო არ ელდოთ მათ, ისინი ყოველთვის მოგატყუილებენ და ისინი ყოველთვის გაქცირავენ, იმიტომ რომ არა სანდო პროფკავშირები. მაგრამ არის ახალი პროფკავშირები და ის პროფკავშირები. ამიტომ მე მაგას მე მინდოდა მაგის შექმნა. არა მაქვს ეხლა მე არც მახელა იურიდიული განათლება არაფერი რომ ადგილზე გვინდოდა შეგვეგნა დამოუკიდებელი თუმცა ბატონო ხვიჩა არიან ადამიანები რომლებიც აუცილებლად მოგმართავ მინდა მიმართო მეშახტებს რომ ასეთ ადამიანებს მიმართეთ ვინც არის დამოუკიდებელი და აუცილებლად აგიდგებიან გვერდში და არა პეტრიაშვილის პროფკავშირი რომელიც თავი და ბოლომდე არის შეზრდილი ერთ რამეს ვიტყვი რომ აი ამ პეტრიაშვილის პროფკავშირში არიან ადამიანები ვისაც ეს არ მოწონს დღესაც და მომავალშიც დარწმუნებული ვარ ეს ადამიანები თავის საქმეს იტყვიან იმიტომ რომ არ შეიძლება დემოკრატიულ ორგანიზაციაში 20 წელი იყოს ერთი ადამიანი თავმჯდომარე და ვერაფერს ვეცვლით მეხაძრეს ეძახიან იმების რა ქვია გაფიცვების ჩაქრობის დღეს უნდა იღებდნენ ისინი ხმას აი მე რო ვიჩაგრები და ჩემისთანა ხალხი რო იჩაგრება დღეს უნდა იღებდნენ მაგრამ დანაშაულია ისინი ამ დანაშაულის თანამონაწილე არიან ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმრები ხვიჩა გაბუნია გათავისუფლებული მეშახტე ნიკა წიქარიძე მეცნიერების განათლებისა და კულტურის პროფკავშირების თავმჯდომარე საუბრობდნენ პირდაპირ ეთერში